დილამშვიდობის, ნახეთ რა სხვანაირი ვარ გოგოებო. სხვანაირი მაკიაჟი მაქვს და მაგიტო რაღაცა მომენატრა. განსხვავებული გამეკეთებინა დღეს და რა სხვანაირი ვარ, ესე იგი გუშინ დავაყენე ჩემი ბავშვობის ფოტო ტელეფონზე. და ახლა ხო ვუყურებ ხოლმე მაგას. სანამ ჩავთავ და მე რო გამოვჩდები ხოლმე სხვანაირი ვიყავი ბავშვობაში. გაჩვენებთ მე მაგ ფოტოს. ეხლა ისინი დღეს დავდებ ვიდეოს. ჩემო თბილებო, დღეს დავდებ ვიდეოს საფლავზე რო გავიგით მაგის. ვიყავით ჩვენ უკვე. ვიყავით იმიტომ რომ მე ძალიან იტვირთება ხოლმე გზა და ძალიან არის ხოლმე რა გადატვირთული და გავედით რაღაცნაირად რა ვიცი შავირბინეთ, ამოვირბინეთ გორში, ხო და ვერც კი გადავიღე ნორმალურად. კი არა, საერთოდ ვერ გადავიღე ვიდეო ჩემი დედამთილის საფლავზე რო გავედით და სურათს კი დავაყენებ, იმიტომ რომ სურათი მაქვს. ხო, ვერ გადავიდეთ. მე გიას მამის საფლავზეც ვიყავით წასულები. ხმა რაღაცნაირი მაქვს, არ ვიცი რატო. შემცივდა შეიძლება. გიას ნიკას მთელი ღამე ფანჯარალი აქვს. ხო და დავდებ მაგ ვიდეოს დღეს, ჩემო სიხარულებო. გეგმები მაქვს თან ბაზარში მინდა წავიდე, რაღაც სხვანაირად მინდა დავგეგმო ჩემი ბიუჯეტი საჭმელთან დაკავშირებით, რა ვიცი, ეს ნაზუქი არის კარალეთისა. და არის პასკაზე გემრიელი. უგემრიელესია, ესე იგი ძალიან მომწონს. ეს D ვიტამინი უკვე ისე მომწონს. კიდე წარმოიდგინეთ, ერთი თვისაკიდე იქნება ეს. არა, ბოლომდე უნდა დავლიო. სასწაულია ფრთხილებისთვის. მისთვის და კანისთვის. ფრთხილებით მაგარი. ახლა ყავა. ჭურჭელს გავიხსენ. Ella. No sé qué está. Anda, dar a uso, ¿sí? Buscar el suyo. ჩემი დედამთილი გოგოებო. იყო ულამაზესი ქალი. ძალიან ლამაზი. გამხდარი არის. მაინც გამხდარი ხო არ არის ლამაზი. გამხდარი არისო და იყო ძალიან ლამაზი. და ის სურათი, რომელიც საფლავის ქვაზე დავხატეთ. იმ სურათშიც არის ძალიან ლამაზი. ეხლა დავადებ ფოტოს მე. ჩემ ვიდეოს ეხლა რო დავდებ. და ხო, აი დააკვირდით. ძალიან მოდიკოზე გვინდა. ლამაზი ქალია, ასე ვთქვათ. ხო და
ცოტა ისეთი რთული ისტორია ქონდა. მძიმე. რთული მძიმე. დედა მალე დაეღუპა ობლად, გაიზარდა, მამა მე მგონი არც ახსოვს, რა ვიცი, არ ახსოვდა. ერთი კოზი შაქარი. გიასთვისაც როცა ვადუღებ, ხო, ერთ კოს ყრი ორივეში, რომ მე ცალკე როცა ყრი ისყავა, რავი, აღარ დაილევა ხოლმე ესეთი გამოდი. რომ მოუგრევ ყავას ახლა რა იქნება ის. ხო და ლამაზი ხო იყო გოგოებო. და თან ძალიან კეთილი იყო. ლამაზი იყო და თან ძალიან კეთილი. აი არ ვიცი, ჩვენ მქონდა ხოლმე რაღაც პატარ-პატარა წყენები რა თქმა უნდა. ეხლა რო გითხრათ თუ არ იყო მეთქი ხო არ დაიჯერებთ მაინც. დედაშვილს შორის ხდება და ხო მართლა შენი მშობლები როგორ არიანო, ულამაზი მადლობა. რო კითხულობთ ჩემ მშობლებს, კარგად არიან. ყოველდღე ვრეკა. სოფელში. ყოველდღე რა ვიცი, ვეღარ მოვახერხე რა, რო ჩავიდე და ანუ კარგად არიან ორივენი და დიდი მადლობა გოგოებო, რო კითხულობთ. იმიტომ რომ იცნობთ დედა ჩემს გაიცანით, რო დაუფუსფუსებდით ხოლმე ერთად იქ. ხო და ჩემ დედამთილზე ვერ მოგიყვეთ, ანუ იყო ხოლმე პატარ-პატარა წყენები და სიყვარულის გამო ხდებოდა ეგ ყველაფერი. თავიდან სანამ რაღაცნაირად მომეჩვეოდა თანავად იყო და ხო იცით ეგ ამბები, წამლებს ვხდა. რთული იყო მისთვისაც. გიას სიყვარულის გამო ემართებოდა ეგ ყველაფერი, სხვა არაფრის გამო. ეჭვიანობდა ალბათ ცოტათი, ხო? და მერე ისე შევუყვარდი, ისე მომეჩვია, ისეთი კარგად ვიყავით, რომ აი თუ რამე პატარ-პატარა წყენებიც იყო, ეხლა ღმერთო ჩემო, ეხლა რომ ვუყურებ მაგ ყველაფერს, ცოცხალი რო იყოს, ეხლა რომ დავუშვათ ის პერიოდი დააბრუნა, ჩემ ცხოვრებაში საერთოდ არ მივაქცევდი მაგ ყველაფერს ყურადღებას. საერთოდ და უფრო მეტად გავუფრთხილდებოდი. როცა ადამიანები გვტოვებენ და მიდიან ყოველთვის ესეთი შეგრძნება გვეუფლება, ჩემ ძმაზეც მეუფლება, ხოლმე ეგ შეგრძნება. რომ გავუფრთხილდებოდი უფრო მეტად, ჩემ ძმას უფრო მეტად ჩავეხუტებოდი, უფრო მეტად მოვეფერებოდი. უფრო მეტად გავატარებდი მასთან დროს, მიუხედავად იმისა, უნდათ ეს თუ არა, ვინმეს მოსწონდა თუ არა ეს ყველაფერი. მე მაინც ვეცდებოდი, მაგრამ წინ და წინ არ იცი რა და როგორ იქნება და ზუსტად ეგ არის, რომ ხო იმ მომენტში ძნელია, იმ მომენტში ამ ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე რაღაცნაირად ადამიანები, რომ თუ მაგალითად ვიღაცა გულს გატკენს, დაძმაშიც ხდება გულისკენა და შინაურებში რო ხდება გოგოები, ეგრე უცხოებთან არ ხდება, ხო? მაგრამ იცით რა არის? ზოგჯერ არ ვეთანხმები ხოლმე იმ აზრს, რომ სანამ აპატიებ გაიხსენე რა ტკივილებიც მოგაყენა და არ აპატიო ან რაღაცა ან აპატიე და შენამდე აღარ მოუშვა და არ ვიცი ძალიან ის არის ცხოვრება. მე მაგალითად ეხლა ეგ ყველაფერი მაქვს ანანებლად, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდებოდი მათ, უფრო მეტად ჩემ დედამთის და ჩემ ძმას მოვეფერებოდი, ჩავეხუტებოდი და ალბათ თუ რამე ვაწყენინე, იმაზეც გულში მაქვს რაღაცნაირად ისა რა, რომ ხინჯივით, ხინჯად.
რომ ისინი ჩვენ გვერდზე არ არიან დღეს. აი ეს. ამიტომ სანამ ერთმანეთის გვერდზე ვართ, ერთმანეთს ვუყურებთ. აი ამ დროს უნდა შევძლოთ, რომ მოვეფეროთ ერთმანეთს. პრობლემები ყველას გვაქვს, მეც მაქვს, ყველას გვაქვს და მე ვცდილობ ხოლმე რომ ამოდიოდა. მაინც ძლიერი დავრჩე ამ პრობლემების გადალახვის შემდეგ და ღირსეულად მოვიქცე. ვაპატიო მივიღო ისეთები, როგორებიც არიან. არ არის ეს ადვილი. ძალიან რთულია, გოგო. ადვილი კი არა, ურთულესია ეს. ურთულესია. ეს ბანანი მთლია სოჭა, ძალიან დიდია და უნდა გადაჭრა. აიყო. აიცი. ძალიან დიდია ხოლმე. გიას დავუყოთ ახლა. დავაბეს ხო? წვანა. რომელი საათია იცი? გვიანი, მაგრამ გვიანობამდე იმუშავა და ძალიან გვიან დაიძინა გოგოებო. ვალა. იმიტომ არაფერს არ ვამბობ. ხო და ეს. მოვედი. ამას მივით მე და იცით რა მინდა ბაზარში მინდა წავიდე. მაგრამ მე თუ ვინმე იქნება. გია. ბაზარი იმუშავებს გია. ხო. არ ვიცი. თუ იქნება ვინმე. ჩავისეირნებ მაინც. პური არ მაქვს აყიდები, მე მგონი მეგობრების იმდენი არის, არა. არა. დღეს არ ვიყიდი. ვაშლი აქვთ. ვეყოფათ დღეს. როგორ უყვარს ნიკას ვაშლი. ნინო გამომატანა ვაშლი გოგოებო ცოტა ისეთი თავისი ვაშლია რა, თავიანთი. და მინდა გავაკეთო მაგითი ვაშლის ძმარი. უნდა დავჭრა დღეს. გავრეცხო. დავჭრა და ვაშლის ძმარი უნდა გავაკეთო. თემები გამისკეთა თუ მეჩვენება გოგოებო, უკვე რა ვიცი ყოველდღე გვიდები. ეხლა უნდა გავიკეთო იმის ნიღაბი მაიონეზისა. ჩემი თმა მე ხო ვისწორებ ახლა. და ჩემი თმა ესეთია და ნახეთ რა ლამაზი. ფუმფულა, ძაფუმფულა და ეს არის რა ქვია. ტალღოვანია, არ არის სწორი.
ისე მოგიყევით ჩემი დედამთილის ამბები ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე. ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი დრო გავატარეთ ერთად. ყველაზე მეტი ვისთანაც გამიტარებია დრო. დედაჩემთან რა თქმა უნდა და ჩემ დედამთილთან. სულ ერთად ვიყავით, გია სამსახურში იყო ხოლმე, სულ ერთად ვიყავით. მადლობა უფალსო შემოხვედრა მე ეს ადამიანი. თითოეული ადამიანისთვის მადლობა ღმერთს, ვინც კი შემოხვედრა. და მადლობა ამისთვისაც, რომ ესეთი იყო. ძალიან კეთილი. ერთგული, გამცემი, ძალიან. არაფერი არ დაენანებოდა, არ ენანებოდა არაფერი. არაფერი. მადლობა ღმერთს, რომ მე მომწია მასთან ურთიერთობა ძალიან იჭირი იყო თან, ასევე. ისინი რა არის? ემოდემიაღოდი მანგანები. რა მაგრად ხატავს რა? საყვარელია, ღმერთო ჩემო, ძალიან ლამაზად ხატავს. რა გავაკეთო, მივიყვანო ხატვაზე. ფეხბურთიც მაგრა ეხერხება, ბურთს ძალიან მაგრად ფლობს. ეს ხატვაც ეხერხება და ვეღარ გამიგია რა ვიცი, რა მიმართულებით წავიდეთ. მე ვთვლი, რომ ძალიან იჭირი ვარ, მაგრამ ხატვა არ მეხერხება. საერთოდ. ან არ მიცდია. რადგან არ გამომივიდა რამდენჯერმე აღარ ვცადე. თხრობა მეხერხება სასწაულად, კარგად. ჩემ დედამთილზე მაგას ვამბობდი, რომ ხელოვანი იყო ის. უბრალოდ ვერ ისწავლა, ვერ რაღაცნაირად რთული ცხოვრება, ურთულესი გაიარა, მაგრამ ის იყო ხელოვანი, ძალიან. და ერთმანეთს ისე შეუხამებდა რაღაცას, ღმერთო ჩემო, გაოცებული ვიყავი ხოლმე რომ დავინახავდი, ისეთი ლამაზი გამოდიოდა. უბრალო რაღაცებს, არ ვიცი ერთმანეთთან ისე დადებდა, რომ იყო შედევრი უკვე, ულამაზესად გამოიყურებოდა. ავია ისეთი. არ ვაჭარბებ, გოგოებო, მე არავინ არ მაძალებს, რომ ეხლა ვიღაცა ვაქოთ ყვილან და არც ვარ ეგეთი ბუნებით. მიყვარდა მართლა. მიყვარდა. მიყვარს ეხლაც. უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენთვის სულ ოცნობს. ვიცი. თავშვილებისთვის, ნინოსთვის, თავშვილებისთვის, თამრიკოსთვის. ოყავს კიდე ერთი შვილი, მაგას ხოიცით, გიას და ვიცი, რომ თავშვილებისთვის ოცნობს ის. ეგ არ ვიცით ჩვენ რა მოხდა ზუსტად და როგორ მოხდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ზუსტად ისე უყვარს თამარი, როგორც გია და ნინო. ეგ ვიცი 100%-ით. მე ვიცი.
იმიტომ რომ ეგეთი იყო. დედის ლოცვას კიდე ხო იცით როგორი ძალა აქვს გოგოებო. დედის ლოცვას აქვს ძალიან ძლიერი ძალა. და მივიღოთ ეს ჩვენ ზიარი. მივიღებთ თუ არა? ამ ყველაფერს. შემიძლია რომ დავურეკო დედა ჩემს ყოველდღე ვურეკა. ყოველდღე. ეხაც დავურეკა. და დავამთავრებ ვიდეოს. მიყვარს ძალიან. ძალიან მიყვარს დედაჩი. რაღაცნაირია ბევრს არც ლაპარაკობს, ხო იცნობთ. არ უყვარს მაგას ბევრი ლაპარაკი. სრულყოფილები არ ვართ ჩვენ. პატიება უნდა შეგვეძლოს, იმიტომ რომ წყენები არის დედაშვილს შორისაც ხდება, მამას შვილებს შორისაც ხდება და ოჯახებში ხდება ეს. ცოლ-ქმარ შორის ხდება. სრულყოფილები არ ვართ, არც არავის არ ვჭირდებით ჩვენ სრულყოფილები. უნდა შევძლოთ პატიება, უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან ჩვენი მშობლები, ჩვენი შვილები, ჩვენი. თუმცა, ხდება ეხლა შენ აუცილებლად გექნება ეგეთი სიტუაცია, რომ ვიღაცამ გაწყენინა თუნდაც ოჯახში. გექნება, არ მჯერავს მე, რომ ვიღაცა იყოს, რომ არ გქონდეს ეს სიტუაცია. შენ თქვი, რა თქმა უნდა თქვა, შენი გულში არ უნდა ჩაიბოღმო, გული არ უნდა გაისიო, ისე რომ რისკში გადადიოდეს მე ეს ყველაფერი უნდა თქვა და ასე ვთქვათ, გაურკვევლობაც იწვევს ხოლმე ზოგჯერ პრობლემებს, უნდა გაარკვიო. ლაპარაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან. წყენა გულში არ უნდა ჩაიდო. მაგრამ როცა სიყვარული არის, საერთოდ ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც მეგობრებს შორის, გოგოებო, თუნდაც დედმამიშვილებს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, გუშინ გიორგი რა გვარია, არ მახსოვს. მისი ვიდეო ამოაგდო გონი TikTok-ზე. ეს ბიჭი არის ნაწყენი თავის დავუგული ვიდეო. თავის მშობლებს, ხო და მამა გახდა ავად. ფიტვებზე შეექმნა პრობლემა. ხო, ჩვენებზეც უნდა ვისაუბროთ. აბარა, ჩვენები უნდა დავაფასოთ ახლა. ჩვენ ვართ ძალიან ჭიერი, ძალიან მიმტევებელი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან მაგარიერი ვართ ჩვენ და არ უნდა მოგვერდოს ერთმანეთზე ლაპარაკი. გიორგის საქციელი ძალიან მომეწონა გუშინ მე და ვიცი რა ძნელიც არის. წარმოვიდგინე იმ მომენტშიც. მისი ეს გადაწყვეტილება არ იყო ადვილი, მაგრამ მან ეს გააკეთა და კიდევ ერთხელ წმუნდები ხოლმე ხო ერთმანეთს ვჭამთ. ძალიან ვჭამთ ერთმანეთს, მაგრამ ძალიან მაგარი ერი ვართ, გვიყვარს თან ერთმანეთის გვერდში დგომაც მაგრად შეგვიძლია გოგოებო, რა ვიცი, აი მე შეყვარებული ვარ. ეხლა რომ მივდიოდით სოფელში და სულ ახალგაზრდა
ბიჭები მანქანაში ხო ხედავდი ახლა რომ მივდიოდით ძალიან დიდი საცობი იყო და ახალგაზრდობას რო ვუყურებ გულის სიამაყით მივსება ნიკასტოლებს რო ვუყურებ ფული შოუნაც კი ისწავლეს მათ ნელ-ნელა ფული ცუდი არ არის გოგოებო არ გეკონოს რომ ცუდია ჩვენ რაღაცა ბლოკები გვაქვს კომუნისტური ისინი ჩადებული თავში რომ რაღაც ფული ცუდი არ არის და ჩვენ ღარიბი ასე ვთქვათ ქვეყანა ვართ ხო მაინც ჯერჯერობით მაგრამ ეს თაობა ამოიწევს ნიკას თაობა და მათ ესი არ ვიცი საერთოდ რას იზავს და ნიკას თაობას უკვე აღარ უჭირთ ძალიან მიხარია მე ეს ისეთი მანქანებით მოდიოდნენ ეს ბავშვები რომ არ ვიცი ეხაც თვალებზე ცრემლები მადგება მიხარია ძალიან იცით რატო ღმერთი არ გვწირავს ჩვენ არა არ გვწირავს ღმერთი აქეთ იქიდან თითქოს მთელი საუკუნეები აგვებრძვიან რაღაცნაირად გხლეჩავენ გძიძგნიან და ვერაფერს ვერ გვიშლებიან მაინც იმიტომ რომ ღმერთი გვიყვარს ეკლესიაში შევედით არბოში ძალიან ამაზე ეკლესია ხო და ნიკამ პირველად თქვა რომ მომეწონაოდე და ეს ეკლესია მომეწონაოდე ძალიან გამეხარდა რაღაც ვანაირია მომეწონაო გამეხარდა მიხარია ძალიან ეს ყველაფერი რწმენაც აქვთ ბავშვებს თან და მეთი არ გაგვწირავს ყველაფერი კარგად იქნება წავედი ახლა მიყვარხართ და გეფერებით ამ ძიძგუნაში და ამ რაღაც ერთმანეთის გადავლაში კი მოვედით აქამდე ხო რაც აღარ მოყვები გიორგიზე ბოლომდე ძალიან ცუდად მოექცია მშობლები ნუ თვითონ ასე ამბობს და დაურეკა ხმა უკანკარებდა თან მამას ფილტვებზე პრობლემა აქვს ანუ მე ლაპარაკს მოვუსმინე რა რომ ელაპარაკებოდა და თვითონ ეუბნებოდა მამა რომ ამეტირა ცრემლები მომდიოდა შვილო ისეთი ნუ თბილად არ ვიცი კომენტარებში იყო რომ მამამ ერთხელ არ მოიკითხაო და მოიკითხა მე გავიგე რომ მოიკითხა შენ როგორ ახარო შვილო მოიკითხა მამა გიორგი და გიორგი ეუბნებოდა რომ არაუშავსო მამაო რაც იყო რაც მოხდაო ჩვენ შორისო და მე აუცილებლად გნახაო და თავს გაუფრთხილდიო და ამ ბიჭმა შესძლო ეს ყველაფერი და დავინახე რომ როგორი ნაწყენიც არ უნდა იყოს ხო მშობელი მაინც იღებს შვილს შეიძლება ისიც ნაწყენი იყო ეხლა ხო ის კაცი მაგრამ შვილს მაინც იღებს ხო შვილო გიორგი შენახარო ხო მამა მე ვარო და გავიგეო რომ ცუდად ყოფილხარო და ხო მოუყვა მე ესე ვარო წამლები ისეთი ძვირიაო ძალიან ძვირი დამიჯდაო მკურნალობაო ჯერ ვერც მორჩიო და უყვებო და თავს გაუფრთხილდიო აუცილებლად გნახაო მე აქ ავარო თბილისშიო არ გეგონოსო ნუ უსმენო ხალხს წარმოიდგინე ხალხსო ნუ უსმენო რომ ამბობენო რომ გიორგიო უქნარაო მე მუშაობო არა ვარ უქნარაო და მუშაობო და ქირასაც ვიხდიო და ეხლა საერთოდ მანქანაც მინდაო რომ ვიყიდო ემოციური ვიდეო გამოვიდა მაგრამ ნუ არა უშავს ზოგჯერ ესეც ეჭირვდი
ხო, ნუ უსმენო და რატო არის ხოლმე საჭირო თუნდაც ესე თავის მართლება, რატო უნდა იყოს საჭირო? არ ვიცი, მივიღოთ ისეთები ერთმანეთი, როგორებიც ვართ და მორჩა. მორჩა, რატო ვუწერთ ხოლმე და გადავუვლით ხოლმე ერთმანეთს? რატო? არ ვიცი, ვინდაც გიორგის გინაც ეხლა რომ თუნდაც მაგ კუთხით სხვაზე ვილაპარაკო. ვიცით ერთმანეთზე გადავლა, ანუ თუ ერთმა დაწერა, მე ხო საერთოდ რა. ეს მაინც აყვება ხოლმე, არ ვიცი რატო არის ეს საჭირო. მიიღე ადამიანი როგორც არის, თუ გაღიზიანებს არ უყურო და მორჩა. არ ვიცი. ავედი. ვიყევით გიორგისაც ამაჩუყებელი იყო გულისა ძალიან და მან ძალიან კარგად გადაწყვიტა რომ მშობლებს დაურეკა მიუხედავად იმისა რომ ნაწყენი იყო დროებით მიყვარხართ